მე თუ ქრისტეს სამართალს შევიცნობ. ქრისტეს სამართალის შეცნობა ნიშნავს თუ არ ყვევ ქრისტიანობა როგორია. ქრისტე ვინ არის? ქრისტემ რა გვითხრა? ჩვენ ვინ ვართ? აი მაგალითად ქრისტეს აღდგომით შევიცანით ჩვენ რომ ჩვენი სული უკვდავია, ხო? რახან ქრისტე აღსდგა და მოვიდა ჩვენთან. მკვდარი, მკვდრეთით. ამ ქვეყნიურად მოკვდა მკვდრეთით და მობრუნდა. ესე იგი მე ჩემი თავი შევიცანი, ხო? მარტო ქრისტე კი არ შევიცანე ამით, რომ ის ჩვენი ღმერთია. არამედ ჩემი თავი შევიცანი, რომ მეც ესეთი ადამიანი ვარ და მეც რომ მოკვდები ჩემი სული სადღაც იქნება. ესმით, ანუ ეს არის ქრისტეს შეცნობა. ეს არის ლოცვა და არა რაღაცის ჩამოკითხვა. სამწუხაროდ დღევანდელი ეკლესია დადგა ამაზე, რომ მარხვა ხო არ დაგირღვევია, არა. წაიკითხე ზიარების ლოცვები, კი. მოდი ეს ზიარე. დიახ, საღამოს ლოცვებს კითხულობ, კი. მოდი ეს ზიარე. ანუ ქრისტესთან ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, ქრისტესთან ზიარება ხდება ცნობიერებით პირველ რიგში. შეუდგები ქრისტესთან. ანუ შედგომა ნიშნავს რას? რომ მიუახლოვდე ქრისტეს ცნობიერებით, შეისმინო მისი. ანუ ღმერთი იმისთვის განკაცდა, რომ თავისი თავი გამოეცხადებინა. ვინ არის? როგორია? ვინ არის მამა? და ვინ არის ის, ვინც მამამ გამოაგზავნა? იესო ქრისტე. აი ეს რო შეემეცნებინა ადამიანებისთვის, ამისთვის მოვიდა.